ვადით მეორე ვადით ქართული ოცნების თავმჯდომარედ რომ გითხრათ ამჯერად რა არის თქვენი პარტიული მიზანი, მთავარი და პრიორიტეტი. მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავხადო პირველობის თითოეულ დელეგატს და მთლიანად პარტიის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის მიერ დასახულ მიზნებს ერთად მივახციოთ. ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მკვლევადიანი მიზნებიც, ეს არის მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება, ჩვენ ვიზამებთ აუცილებლად მე-10 საიუბილეო გამარჯვება სამარჩევნებში და მის მიღმა ჩვენი მთავარი მიზანი უკავშირდება, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებას. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი პარტიის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე მე მინდა მოგახსენოთ, რომ გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა პირველობით სასრულების შემდეგ, სადაც მიღებული იქნა საკადრო გადაწყვეტილებები დივნებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გენერალური მდივანი მოგეხსენებათ არის ბატონი კახაკალაძე, აღმასრულებელი მდივანი არის ბატონი მამუკა მდინარაძე, ბატონი დიმიტრი სამხარაძე არის რეგიონული მდივანი და ისინი კვლავაც დაიკავებენ შესაბამის თანამდებობებს, როგორც ამას ითვალისწინებს წესდება, შედგა განხილვა და მიღებული იქნა ხელახლა იგივე გადაწყვეტილება. რაც შეეხება პოლიტიკურ მდივანს, როგორც მოგეხსენებათ, მე ვიყავი პარტიის პოლიტიკური მდივანი ხილობის ჩატარებამდე. პარტიის პოლიტიკური მდივანი დღეიდან იქნება ბატონი შალვა პაპუაშვილი და პარტიის აჭარის ორგანიზაციას უხელმძღვანელობს ბატონი სულხან თამასაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. ერთი რაც შეეხება დამსახურებას მე ვერ შევაფასებ. დამსახურებას აფასებს რა თქმა უნდა პარტიის ყრილობის დელეგატი, აფასებენ ჩვენი პარტიის წევრები. რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავხადო პარტიის საბატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის, ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება დამსახურებას მე როგორ ველაპარაკო ჩემ თავზე, ხო ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ჯერ პოლიტიკურმა საბჭომ, როცა გადაწყდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა და შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება დელეგატებში. ლეგიტიმაცია? ხელისუფლების? და ამბობენ, რომ ეს გაცხადებული ლისტებში არ გეთანხმებიან და კრიტიკულად. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, ერთადერთი სუბიექტი არსებობს, ვინც საქართველოს ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. ეს არის ქართველი ხალხი. და ქართულმა ხალხმა 54%-იანი მხარდაჭერით გამოგვიცხადა ნდობა შარშან ოქტომბერში, როცა შედგა საპარლამენტო არჩევნები. სხვას არავის არ აქვს უფლება ისაუბროს ჩვენს ლეგიტიმაციას. ერთადერთი სუბიექტი არის ქართული ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ანიჭებს ლეგიტიმაციას. მადლობა ღმერთს, ჩვენ აღარ ვართ 80-იან წლებში. მაშინ გახსოვთ, რომ იგზავნებოდა ყველაფერი მოსკოვში. დისერტაციას როიცავდნენ, იმასაც კი მოსკოვში აგზავნიდნენ დასამტკიცებლად. დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ ჭირდება გარედან არავის დამტკიცება, ერთ-ერთი ვინც ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელ ქვეყანაში ხელისუფლებას არის ქართველი ხალხი და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. სამწუხაროდ არსებენ ამ ყველაფერს სათანადო პატივს, თუმცა ქართულ ხალხს და მის ნებას არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი. ძალიან მოკლედ გიპასუხებთ მეგობარი აქთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მტრული აქტი და აქ გვინდება კიდევ ერთხელ ორველისეული მიდგომა, რომ მეგობარი არის მტერი, ომი არის მშვიდობა და ეს შემდეგ. ამის გაგრძელება, როგორც შეიძლება მეგობარი აქტი ერქვას აქტს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ მტრული დამოკიდებულებით არის გამშვალული. ეს არის, რა თქმა უნდა, მტრული აქტი. გრძელდება ბრძოლა
ტრამპსა და Deep State შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში Deep State-მა ასე ვთქვათ ძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ 2 დღის წინ. თუ გაიმარჯვებს, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებით ერთ რამეს და დღესაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ და გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს Deep State-ს, ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დაალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ მაგრამ თუ Deep State-მა ისინი არიან Deep State-ის გავლენის ქვეშ, არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ Deep State-ის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე Deep State-ი. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ, ეს არის ვიტყვი იმას, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა Deep State-მა ტრამპზე. ანუ ამ შემთხვევაშიც, მაგრამ მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს Deep State-ს. ვნახოთ დანარჩენი, ჩვენ და დავვალოთ მონეტები. ევროპის სახალხო პარტია, რომელიც მწვავე და გაკრიტიკებდა გამჭვირვალობის ერთი წამით თუ შეიძლება მისმენს ბატონო ეკლი ევროპის სახალხო პარტია რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო ახლა თავად საუბრობს NGO სექტორის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე როდესაც თქვა იხსენებთ იმას რა განცხადებებსაც აკეთებდნენ საქართველოში კანონპროექტის განხილვის პროცესში და როცა ისმენთ ახლა რომ თურმე აუცილებელია NGO სექტორის გამჭვირვალობა რა არის თქვენი შეფასება და პასუხი თქვენ ყველას გახსოვთ რამხელა ფარსში გამოგვატარეს ჩვენ, იყო ჩვეულებრივი ფარსი. იტყუებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ჩინოვნიკები, მაღალი თანამდებობის პირები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. დღეს ყველამ დაინახა, რომ ეს კანონი ემსახურებოდა აბსოლუტურად სწორ მიზანს, ეს იყო NGO-ების გამჭვირვალობა. რა თქმა უნდა, მას ბევრი ლაპარაკი. გამჭვირვალობა არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ეს ეხება როგორც ხელისუფლების გამჭვირვალობას, პარტიების გამჭვირვალობას, უბრალოდ ასევე ეხება ეს პრინციპი NGO-ების გამჭვირვალობას. როგორ შეიძლება ვინმე მამტკიცოს ის, რომ NGO-ის გამჭვირვალობა არის ცუდი, არის რუსული და ეს შემდეგ, ხო, გახსოვთ რა ეპითეტებს იყენებდნენ. დღეს ყველამ დაინახა, რამხელა ფარსი გამოვიარეთ ჩვენ 2023 წელს და შემდეგ 2024 წელს, როდესაც გამჭვირვალობის კანონს დაარქვეს რუსული კანონი, ცუდი კანონი და ასე შემდეგ. ამის მორიგი დადასტურება იმის, რომ ეს იყო ფარსი, რომ დღეს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე არაერთ სხვა ქვეყანაში განიხილავენ თავად NGO-ების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას და საუბრობენ იმაზე, რომ NGO-ების გამჭვირვალობა არის აუცილებელი ბევრი, ასე ვთქვათ, მიზნიდან გამომდინარე, ხომ, იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს ჯანსაღი სისტემა, ჯანსაღი სოციალური სისტემა, მათ შორის საზოგადოებრივი სისტემა აუცილებელია ყველა სუბიექტი მუშაობდეს გამჭვირვალედ და ეს პირველ რიგში ეხება იმ NGO-ებს, რომლებიც გარედან იღებენ დაფინანსებას. რა მნიშვნელობა აქვს შენი ხელისუფლება დააფინანსებს NGO-ს თუ სხვა ხელისუფლება და თუ მეტეს. თუ სხვა ხელისუფლება აფინანსებს NGO-ს, ის კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი დაფინანსება არის და იქნება გამჭვირვალე და იგივეს ვითხოვთ სხვა მთავრობებისგანაც, მათ შორის, როდესაც ისინი აფინანსებენ NGO-ებს საქართველოში. იგივე მელოდებოდი. როგორც განსხვავებული აზრის დევნას აპირებსო, გაგრძელებსო ხელმომდებაო ბატონ ირაკლის გამოსვლაში ეს შეინიშნებოდაო. რომან აზრს გულისხმობენ, არ ვიცი, სად გულისხმობენ. პირიქით მე საუბრობდი გაერთიანებაზე, საზოგადოების გამთლიანებაზე. არა, რაც შეეხება რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორებას, ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი, ხო? არჩევნების შემდეგ დაიწყება სამართლებრივი პროცესი. ჩვენ შევიტანთ შესაბამის არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც უნდა დასრულდეს, ფიქრობთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები. შესაბამისად, ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენ სამართლებრივ მშენებლობას. ბატონო, საერთოდ განვითარებული პროგრამის თუმცა ასევე პარალელურად ვიცით სალომე ზურაბიშვილი ემზადება 26 მაისისთვის ის ამბობს რომ საზოგადოების კონკრეტულ წევრებს ხდება მათ უნდა ჩაიბარონ 26 მაისი რეალურად
ზოგადად აი ამ პროცესს როგორ შეაფასებთ, იმიტომ რომ გვახსოვს რომ რაღაც დღესაც კონკრეტულ დღეებს ემთხვევა, ხო თითქოს მანამდე იყო 31 მარტი, 9 აპრილის შემთხვევაც გვახსოვს და აი როგორია ეს არის ნახეთ ტიპსეთის დაკვეთა, ხო, ყველაფერში უნდა გახლიჩონ, საზოგადოება უნდა სადონ, საზოგადოების გახლიჩო. თქვენ გახსოვთ თარიღებთან დაკავშირებით, როგორი, ასე ვთქვათ, ხელოვნური დისკუსია გამართეს, ხო, თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს, ასე ვთქვათ, ომის დაწყების, ასე ვთქვათ, თარიღს და შემდეგ უცბად გადაერთვნენ 7 აგვისტოზე. შობა უნდა აღინიშნოს არა რა ქვია 7 იანვარს, არამედ 25 დეკემბერს და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერში უნდა გახლიჩო საზოგადოება. ხო, ეს არის ტიპსტეიტის დამოკიდებულება, არაფერი არ უნდა ერთიანებდეს საზოგადოებას. თარიღებიც კი, დღესასწაულებიც კი და სხვა ტიპის თარიღებიც კი. ეს არის მათი დამოკიდებულება. აქაც 26 მაისი უნდა იყოს ორად გაყოფილი და საზოგადოება ორად უნდა გაიხლიჩოს 26 მაისს. ჩვენ რა თქმა უნდა ტიპსტეიტს ამის საშუალებას არ მივცემთ და ყველას, ვინც სხვა დაკვეთით შეიძლება მოქმედებდეს, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, ვაფრთხილებთ, რომ ფეხი არსად დაუწდეთ. ტრამპი მოაწერს ხელს თქვენი სანქციების დოკუმენტს, ამ შემთხვევაში საუბრობთ მეგობარი აქტის შესახებ. რას აპირებს ქართული ოცნება? ეს იქნება თუ არა თქვენთვის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უკან დახევაზე იფიქროთ? აი თქვენ გითქვით, რომ დღეს რომ უკან დახევა იქნება საბოტაჟი ქვეყნის წინაშე, მაგრამ აი ეს იქნება თუ არა საკმარისი პირობა, რომ უკან დახევაზე იფიქროთ და აქვე გეტყვით, თქვენი პოლისაბჭოს 15-კაციანი შემადგენლობიდან მხოლოდ 3-ია ისეთი, ვინც არ არის სანქცირებული რომელიმე პარტნიორის მიერ. საქართველოს მოქალაქე როგორ უნდა შეეგუოს ასეთ მმართველ ძალას, რომლის თითქმის ყველა წარმომადგენელი არის პარტნიორი მეგობარი სახელმწიფოების მიერ სანქცირებული? ნუ პროცესები ისე მიდის, რომ სანქცია არის კომპლიმენტი, ჩვეულებრივი კომპლიმენტი, რაც შეეხება უკან დახევას, ჩვენს უკან დგას ქართველი ხალხი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავიხებთ უკან, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ამ ბრძოლას გავდივართ ამდენი ხანია. ჯერ იყო არაფორმალური სანქციები, მერე იყო უკვე ფორმალური სანქციები. თქვენ ხედავთ, რომ ბრძოლა წარიმართება. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და რა თქმა უნდა, აქ უკან დასახევი არაფერი გვაქვს. ბოლომდე დავიცავთ, ბოლომდე ეს იქნებოდა უკან დახევა ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნული ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. არჩევნები ჩატარდება 2028 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და არა ვიღაც სხვა და თუ ტრამპი მოაწერს ხელს ამ თავრობის გადაწყვეტილება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვინ არჩენებთ, ბატონო? მეგობარ აქტს თუ ხელს მოაწერს ტრამპი, ამაზე გვიპასუხოთ. კი, და ამიტომ აგვირჩიეს ჩვენ. მაგრამ პირველი რაც უნდა ქართულ ხალხს, ეს არის ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ჩვენი სუვერენიტეტის შენარჩუნება და ქართველი ხალხის ღირსების დაცვა. როდის კარგავდით? როცა გქონდა ურთიერთობა, მაშინ დამოუკიდებლობა არა, დღეს ამისთვის არ იმართება ბრძოლა. დღეს ამისთვის არ იმართება ბრძოლა. ხო, დღეს არის განსხვავებული მოცემულობა. 2022 წლის დასაწყისიდან ჩვენ გამოვიარეთ სერიოზული ზეწოლა. თქვენ იცით, რას უკავშირდებოდა ეს ზეწოლა. ვერ ჩაგვთეს ომში, ვერ გააჩაღეს საქართველოში მეორე ფრონტი, ამან გამოიწვია ტიპსტეიტის განაწყენება და მას შემდეგ გრძელდება შანტაჟი და მუქარა, ხან არაფორმალური, ხან ფორმალური სანქციებით. ამაზე მაქვს მე საუბარი. ქართულ ხალხს პირველ რიგში უნდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა. ეს არის თავარი ღირებულება ქართული ხალხისთვის და ჩვენ ვიცავთ სწორედ ამას. მე კიდევ ტრამპი თუ ხელს მოაწერს მეგობარ აქტს, როგორი იქნება თქვენი შეფასება და ერთად გითხავთ. ლევან დავითაშვილის ვიზიტი რომ წარმატებული იყო, ეს ამ დროისთვის არ ჩანს. დავინახავთ და რაში გამოვლინდა? მე მინდა გამოთქვა ოპტიმისტური, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს ტიპსტეიტს. თუ დამარცხდება ტრამპი ტიპსტეიტთან, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც ბრძოლას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ტრამპი გაიმარჯვებს ტიპსტეიტზე, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. თავარია რომ ჩვენ წარმატებები უსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში. ეს ხდება მარცხი, რა თქმა უნდა, ეს ხდება კონკრეტული ლოკალური მარცხი ტიპსტეიტთან მიმართებით, მაგრამ მე მაქვს ძალიან დიდი იმედი,
რომ სხვანაირად წარიმართება ეს. გაეროს განვითარების პროგრამის მიხედვით საქართველოს მცხოვრებლის გაუმჯობესებით 51 ადგილზე არის, რომ შევაფასოთ, რას უკავშირებთ თქვენ აღნიშნულ მონაცემებს. რეალურად ჩვენი ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე როცა მქონდა ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენა, იქაც აჩვენე საზოგადოებას მონაცემები, რაც ეხება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ არა მარტო ვიზრდებით აბსოლუტურ მონაცემებში, არამედ ფარდობითადაც ვიზრდებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველოს ადგილს თუ ნახავთ, რომელ ადგილზე იყო ჩვენი ქვეყანა, მაგალითად, მსხვერპლობით ვინ არის გათვალისწინებით თლიანი შიდა პროდუქტით 2012 წელს სადვარ დღეს ჩვენ რამდენიმე ათეული ადგილის წავიწიეთ წინ და ეს წინსვლა მუდმივად გრძელდება და არის სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში 2029 წლის ჩათვლით და შესაბამისად ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. რეალურად ეს მონაცემები, რაც ახლა გამოქვეყნდა, პირდაპირ შეესატყვისება სავალუტო ფონდის მონაცემებს და მსოფლიო ბანკის საერთო მონაცემებს ეკონომიკასთან დაკავშირებით. პარტიების აკრძალვაზეც გითხავდესაც ვისმენთ განცხადებებს იგივე ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ისინი ფრთხილობენ, მაგალითად საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, თავის მხრივ ინდივიდუალურად სანქციები ნახეთ ბალტიისპირა ქვეყნებიდან და განსაკუთრებით აქტიურობენ. ხედავთ ბალტიისპირა ქვეყნები იგივე განცხადებების კუთხითაც ხო კრიტიკით და ამას კაფეო მხარდაჭერა ვიღებს ოპოზიცია. მინდა გითხოთ, რა განაპირობებს ზოგადად ამ ბალტიისპირა ქვეყნების გავდამოკიდებულებას და თავის მხრივ აი ოპოზიციის რაღაც ერთი სტრატეგიით მოქმედების. და ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელება უკავშირთან ან რაიმე ფორმით ან გადასახადო დიალოგის შესაძლებლობა? ნუ, რაც ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, მათ ყველაზე მეტად აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და ამას უკავშირდება ის, რომ ისინი მთლიანად მოქმედებენ deep state-ის კარნახით და შესაბამისად ყველაზე აქტიურად სამწუხაროდ სწორედ ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები უპირისპირდებიან ქართულ ხალხს და ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებული სენტიმენტები გვაქვს, როგორც ესტონელი, ასევე ლატვიელი და ლიტველი ხალხის მიმართ. ჩვენთვის დასანანია, სამწუხაროა და სწორედ ამიტომ რჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში სამივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკასთან. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვისკენ, მათი მხრიდან ნაბიჯის გადადგმას, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და გვაქვს იმედი, რომ პრაგმატული ნაბიჯები გადმოითქმება ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან. დღეს ევროპული ბიუროკრატია არის სამწუხაროდ deep state-ის გავლენის ქვეშ, ეს გავლენა არის არსებითი, თუ ევროპაც მოახერხებს არსებითად deep state-ის გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ველოდებით მოთმინებით ამ ყველაფერს. აი ბატონო, შეიძლება მოლოდინის რეჟიმში ხართ პარტნიორებთან ურთიერთობის დაალაგების პროცესში, მაგრამ ქვეყნის შიგნით როგორ აპირებთ კრიზისის მოგვარებას, იმიტომ რომ ხედავთ, რომ პროტესტი მაინც არსებობს, ის კრიტიკული მასა, ვინც გამოდიოდა მაგალითად ნოემბერ-დეკემბერში, ის ალბათ არსად წასულა და ამას თქვენც ხედავთ, არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, გავიგეთ, რომ 28 წლამდე არჩევნებს არ ჩაატარებთ, მაგრამ აი ყრილობაზე რომ ამბობთ, რომ ხალხს რაღაც გზასაცდენილებს შემოვაბრუნებთ და შევაკავშირებთ რაღაც პოლარიზაციის დასრულებაზე როცა საუბრობდით, აი რას აპირებთ? აი კონკრეტულად გითხარით, რა არის თქვენი გეგმა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, კრიზისი მოგვარდეს? პირველ რიგში საზოგადოების უმრავლესობა დგას მტკიცედ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ მივიღეთ 1,100,000 ხმა საპარლამენტო არჩევნებში. ან რაც შეეხება უმრავლესობას, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა დგას მტკიცედ ამ ინტერესების სადარაჯოზე, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ამასთან ერთად ვართ ხელისუფლება და ვართ შესაბამისად ყოველას ხელისუფლება. მზად ვართ ბუნებრივია პატივიცეთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, თითოეულ ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ ჩვენი ამოცანაა, რომ გზასაცდენილი ადამიანებით შემოვაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ. არიან ადამიანები, რომლებიც მათ შორის, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ, პირდაპირ დაკვეთით ქვეყნის გარედან
თუ ადამიანი არის ხელმოწერილი აგენტი, ამ შემთხვევაში მასთან საუბარი შეუძლებელია, იმიტომ რომ ისეთ ვალდებულებით ურთიერთობებშია შესული, რომელსაც ვერ შემოატრიალებენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არა ნებსით, არამედ უნებლიეთ არიან ჩართული გარკვეული დაკვეთების შესრულებაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ასეთი ადამიანებიც და ეს ადამიანებიც უნდა შემოაბრუნოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ და ქვეყნის სამსახურისკენ. ძალიან ბევრი არის ასეთი, ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შეცდომაშია შეყვანილი ჩვენი როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა ვესაუბროთ ყველას. თქვენ გახსოვთ მაგასაც თქვენ გახსოვთ, როდესაც ყველაზე ცხელი პერიოდი იყო, აქციები იმართებოდა, მე შევთავაზე ადამიანებს, მათ შორის რიგით მონაწილეებს, აქციების რიგით მონაწილეებს მოსულიყვნენ 10-12 კაცი ნებისმიერი შეერჩიათ ერთმანეთი, მოსულიყვნენ და მე პირადად ვიყავი მზად ნებისმიერ ფორმატში, საჯაროში თუ არასაჯაროში გამემართა მათთან მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც მათაც უხებდა პირველ რიგში. არც ერთი ადამიანი არ მოვიდა. აქედან ჩანს, რომ მათ აქვთ განსხვავებული რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ არიან მართლები. რაც შეეხება მზიან ამაღლობელს, მე მქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე სურდათ მათ მოსვლა, ეს არ იყო რელევანტური საკითხი. რაც შეეხება მსჯელობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით. მე ვარ დღესაც მზად, მიმეორებ ამას, ეს არის ღია შეთავაზება, დღესაც მზად ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანთან ვისაუბრო საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით და ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს პროტესტის ნებისმიერ მონაწილეს. გარდა, რა თქმა უნდა, აგენტების რაც შეეხება პატიმრებს. თქვენ გახსოვთ მე პარტნიორებთან დალაგების პროცესისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მე პირველ რიგში მინდა გითხრათ ერთი რამ. 2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი, ხო? მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა, ხო? ცნობილი გრიგორიადისი. შემდეგ 2024 წლის გაზაფხულზე ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი და დაპატიმრებული იყო მხოლოდ 6 ადამიანი, აქედან ერთ-ერთი იქნა შეწყალებული, 5 დარჩა მხოლოდ პატიმრობაში და მან იქონია ძალიან ცუდი ეფექტი. ანუ ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წავენ და არავის არ იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს ამახალისებელი ეფექტი. ახლა რა მოხდა? იყო დაახლოებით 500 ადამიანი ჩართული უმძიმეს ძალადობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, პოლიციელების წინააღმდეგ, ქვეყნის წინააღმდეგ ზოგადად და 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. ეს ხო ჩვენ თვალწინ მოხდა. ეს უმძიმესი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ. არ არსებობს ასეთი პრინციპი, რომ ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე, ხო? არ შეიძლება ასეთი ფარსი მიყიდოს ვინმე ქართულ საზოგადოებას. იყო ჩადენილი უმძიმესი. მას სხვა თემაზე გადადიხართ, ჯერ ამაზე მიპასუხებ. 30 კაცი, როდესაც 500 კაცი უმძიმეს ფორმით ძალადობს, უნდა იყოს თუ არა 30 კაცი მინიმუმ პატიმრობაში. ამაზე მიპასუხებთ, არა გაქვთ პასუხი. მადლობა დიდი.